თბილისი დიდი და საინტერესო ისტორიის მქონე მულტიკულტურული ქალაქია. მიუხედავად იმისა, რომ მე-18-19 საუკუნეებში თბილისის არქიტექტურაში ევროპული სტილის ელემენტები შემოიჭრა, ის მაინც ინარჩუნებდა ძველებურ, აღმოსავლურ ფორმებს. დღეს ძველი თბილისი სხვადასხვა ეპოქის კარგად შეხამებულ სინთეზს წარმოადგენს. თუმცა სულ უფრო მატულობს მოსახლეობის უკმაყოფილება ბოლო წლებში დაწყებული მშენებლობების გამო. ამ თემაზე კამათი არ წყდება. ნაწილს მიაჩნია, რომ დროთა განმავლობაში თბილისის ნამდვილი იერსახე დაიკარგება. ზოგი კი ფიქრობს, რომ ქალაქის განახლება აუცილებელია. სადაოა მშენებლობების ხარისხიც. ალბათ არაერთხელ გსმენიათ, რომ ახალაშენებული შენობები უხარისხოა. ცუდ მასალას იყენებენ და ასე შემდეგ. რა ხდება რეალურად თანამედროვე თბილისში? ხორციელდება ინოვაციური, საინტერესო თუ უხარისხო და უგემოვნო პროექტები? არქიტექტურა ეს არის სფერო, რომელიც მუდმივად ვითარდება. დღესაც იქმნება ახლებური კონსტრუქციები, იგეგმება ნოვატორული პროექტები. ამ პროცესს კი უკმაყოფილება და აღფრთოვანება თანაბრად ცდებს, რადგან ზოგს მოწონს სიახლეები, ზოგს კი აღიზიანებს. სინამდვილეში კი მთავარი კითხვა ასე ჟღერს: არის თუ არა ესთეტიურად საინტერესო შენობები უსაფრთხო? 2000-იანი წლების შემდეგ დაიწყო ბუმი და რო გითხრათ ახლა თვათ რაღაცა სისტემით მიმდინარეობს მშენებლობა, არ იქნება ისა, მაგრამ რაღაც კანონზომიერებას მაინც ემორჩილება. მასიური მიშენებები, აი ზუსტად 90-იან წლებში იყო. ამას ახლა ესეთი მასიური ხასიათი არ აქვს, მაგრამ ზოგადად ეს პრობლემა არის. ნებართვით არქიტექტურული სამსახურის ნებართვით კი ხდება, მაგრამ რამდენად აკმაყოფილებს ქალაქის იერსახეს და არქიტექტურულ სახეს, ეს ცოტა საეჭვოა. ეს მოთხოვნილია, რომ პროექტის კონსტრუქციულ ნაწილს, გეოლოგიურ ნაწილს, საინჟინრო ნაწილსაც უნდა ჰქონდეს ექსპერტიზა, მაგრამ ცალკეულ შემთხვევაში, მაგალითად კერძო კომპანიების შემთხვევაში, ხო, თუ თვითონ მშენებელი რაღაცა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით არ ეკიდება ამას, ექსპერტიზას ხშირ შემთხვევაში, ანუ უფრო სწორედ რო ვთქვა, ცალკეულ შემთხვევაში ფორმალური ხასიათი აქვს. ფაქტია, რომ 90-იან წლებამდე მშენებლობები ჩვენს ქალაქში გარკვეული კანონზომიერებებით ხასიათდებოდა. საბჭოთა ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებდა სამშენებლო ნორმების დაცვას. 50-იან წლებში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აქტიურად დაიწყო თბილისის განახლება. შენდებოდა ახალი სახლები, ხიდები, პარკები, მეტრო. თუმცა რუსული ხელისუფლება უსაფრთხოებაზე ზრუნვასთან ერთად სკეპტიკურად აფასებდა ახალი სტილის საინტერესო პროექტებს. მკაცრი ზედამხედველობის მიუხედავად, იმ დროს მოღვაწე ქართველმა არქიტექტორებმა ინოვაციების შემოტანად შეძლეს და ამავდროულად ამ შენობების უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. მე ვსწავლობდი თბილისის სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე. როდესაც ვამთავრებდი და სადიპლომო ნამუშევრების განხილვა უნდა დაწყებულიყო, საპროექტოდან, სადაც მერე დავიწყე მუშაობა, იქიდან იყო ერთი არქიტექტორი მოსული და რო ნახა ჩემი ნამუშევრები, მოეწონა ძალიან, მოეწონა კომისიასაც. ეს შემომიჩნდა, რომ შენ უნდა წამოხვიდე ჩვენთანო და ეხლა მეტროების მშენებლობა დაიწყებაო და მეტროების პროექტები უნდა გავაკეთოთო. მერე მოგვწეს დაკვეთები ახლა. აბა გააკეთე დიდუბე და ელექტროდებო. რა არის იცი ჩვენთვის ეს ყველაფერი იყო საოცრება, რომ ეს ახალგაზრდა ბიჭებმა ასეთ საშვილიშვილო საქმეს მოუკიდეთ ხელი. სიახლე იყო ჩემთვის ისანი განსაკუთრებით. მერე იმ საბჭოთა კავშირის დროს კომისიამ რო ნახა ეს სადგური, გადაიღო ფოტოსურათები, წაიღო მოსკოვში და საბჭოთა კავშირის დიდ ენციკლოპედიაში შეტანილი 29 ობიექტის ავტორი ვარ. მაშინ საზღვარგარეთ მინებში აუარებელი შენობები შენდებოდა, მაგრამ საქართველოში ჯერ ალუმინის კარკასი არ იყო ნებადართული, რომ გაგვიკეთებია და პირველად ეგ შენობა მარტო იმითი გავაკეთეთ. ლითონის კარკასი და მინის შემინვით, მთლიანად შემინვა. ეს იყო პირველი თბილისში მთლიანად შემინული შენობა. უსაფრთხოების პრობლემის გარდა აქტუალურია კიდევ ერთი საკითხი. რამდენად ჯდება ქალაქის ზოგად ხასიათში ახალი შენობა ნაგებობები? თუ ავიღებთ ჩვენ თბილისს, ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ თბილისი არ წავიდეს ძალიან ცუდი მიმართულებით, როდესაც ჩვენ დავკარგავთ იმ ხიდს, რა ხიბლიც ჰქონდა თბილისს. თაწმინდან თუ გამოხედავთ, არის ძალიან ცუდი მდგომარეობა, იმიტომ რომ
აი ეს ნაგებობები აქცენტებად რო არის დასმული, იმიტომ კი არ არის ეს აქცენტად დასმული, რომ ეს აქ უნდა იყოს მართლა და არქიტექტურად გამართლებულია. იმიტომ რომ ვიღაცა მოახერხა და აი მაღალი შენობა ააშენა, ხო? უნდა ეს რაღაცნაირად უნდა მოწესრიგდეს, უნდა იყოს რეგლამენტიზაცია. რა თქმა უნდა, ეკონომიკა ყველაფრის განსაზღვრელია, მაგრამ ეკონომიკას არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი ისტორია და ჩვენი არქიტექტურა. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს იმას არნიშნავს, რომ თბილისი შევინახოთ როგორც სამუზეუმო ექსპონატი. აი ამ ორ რაღაცას შორის უნდა ვიაროთ, მაგრამ უნდა ვიაროთ კეთილგანწყობილად. უნდა ვიაროთ აი თბილისის მიმართ სიყვარულით და ერთმანეთის მიმართ სიყვარულით და უნდა პატივი ვცეთ არქიტექტორებსაც და უნდა პატივი ვცეთ არქიტექტორებმა უკიდე პატივი უნდა სცენ ქალაქს. არქიტექტორობა ძალიან რთული პროფესია. რთული და ამავე დროს ძალიან საპატივსაცემო არის. უკვე 82 წლის კაცი ვარ. ეხლა ღმერთმა დამიფაროს და რომელიმე რო დაინგრეს, სიკვდილს ნიშნავს ჩემსას. ჯერ კიდევ უნდა გაუძლოს დიდ ხანს და დიდ ხანს.